საღამოშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, არჩევნებამდე მოგეხსენებათ 2 დღეს რჩება და წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს ამ სტუდიაში ტელეკომპანია Reality სტუდიაში ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბესიკ საბაშვილს წარმოგიდგენთ და მასთან ერთად ამ გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ მისი მეგობრები, ნდობით აღჭურვილი პირები, გოჩა მამუკაშვილი და სერგო ჭონიშვილი. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და ეს გადაცემაც ალბათ იმას ემსახურება, რომ საზოგადოება მეტად იყოს ინფორმირებული იმ კანდიდატების, იმ პოლიტიკური ძალების შესახებ, რომლებიც აი ამ არჩევნებში კენს იყრიან და პირველი კითხვა თქვენთან ბატონებესო, როგორ აღმოჩნდით გორში, რა გაკავშირებთ საერთოდ ჩვენს რაიონთან და ვინ ხართ საერთოდ, რა პიროვნება ხართ და რა გინდათ აქ რატო იყრით კენს მაინც გორში? გორში აღმოჩნდი ცოტა ესეთი სიტყვა გორი არის ჩემი წარმოშობა არის გორიდან ამაჩემი აბაჩემი და მათი წინაპრები გორში იყვნენ გორში ცხოვრობდნენ ჩვენ წარმოშობა გორში სოფელი გვემარცევიდან და შესაბამისად მე გორთან საკმაოდ ბევრი ამაკავშირებ ჩემი თითქმის ყველა ნათესავი საკმაოდ დიდი ნათესავი მყავს აქ არიან ჩემი მშობლები დღესაც ცხოვრობენ გვემარცევში მე გორთან მქონდა ყოველთვის კავშირი ჩემი შრომითი ბიოგრაფია სხვათა შორის გორიდან დაიწყო მე მუშაობდი გორის რაიონის სოფელ სათემოში ისტორიის მასწავლებლად ეს ჯერ კიდევ 1990 წელს იყო ამდენი წელი მუშაობდი და ძალიან საინტერესო პერიოდია არჩევნებს რაც ეხება არჩევნებში მე შემოთავაზა ლეიბორისტულმა პარტიამ გორის რაიონში კენჭის ხრა რაზეც მე რა თქმა უნდა დავთანხმდი და ეს არის ჩემი სამშობლო. გასაგები, რა არის ეს მთავარი პირობა, რომელიცაც შესაბამისად ლეიბორისტული პარტია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თქვენი სახით მოდის აი ამ არჩევნებზე და რას აპირებთ აი გორის რაიონისთვის რა პირობებით მიდიხართ ამ არჩევნებში? ვიცი რომ თითქმის უმრავლესობა სოფლებისა რაიონში უკვე შემოიარეთ ფეხით კარდაკარგული შემოლის პრინციპით და აი რა პირობას აძლევთ ამ ხალხს, რას გააკეთებთ? უპირველესი პირობა, რომელსაც მე ვაძლევ გორელ ამორჩეულს და გორელ მოსახლეობას, ეს არის ის, რომ მე როგორც დეპუტატი ვიქნები მათ გვერდით ყოველთვის. ჩემი მოძებნა მათ არ გაუჭირდებათ და მე არ მივალ 4 წლის შემდეგ და მათ არ ვეთქვი, რომ აი ახლა გამოჩნდით. მთელი ეს 4 წლიანი პერიოდი, თუ მე რა თქმა უნდა პარლამენტში ვიქნები, ეს იქნება მჭიდრო კავშირი ყველა სოფელთან, ყველა ადამიანთან, რომელიც აქ ცხოვრობს. ეს არის ჩემი ასე ვთქვათ აპირება. რაც ეხება ვთქვათ თავარ ჩვენს გზავნილს, ანუ ესიც ასე ვთქვათ, ეს არის ის, რომ გორს და გორის რაიონის მოსახლეობას მივცეთ ის ტრადიციული სახემეურნეობისა, რომელსაც ისინი ასე ვთქვათ წლების განმავლობაში და საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდნენ, ითით ცხოვრობდნენ, ითით არსებობდნენ ისინი. ეს არის მათთვის გასაღების ბაზრების გახსნა პირველ ყოვლისა, მათთვის ხელშეწყობის პირობების შექმნა და მათი ცხოვრებით ცხოვრობ ერთ სიტყვით. ეს არის ჩვენი მთავარი და ასე როგორც ლეიბორისტების რა თქმა უნდა და როგორც ჩემი როგორც დეპუტატის კანდიდატის. გასაგები, აქვე ჩაგიკითხებით ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ცოტა ისე თვალზე უყურებს რა იმ ადამიანებს, რომლებიც აქ გარკვეული წლების პერიოდში კი ბატონო საფუძველი ძირი აქედან გაქვთ გორის რაიონიდან, მაგრამ იგივე ერთ-ერთი თქვენმა ოპონენტმა თქვა, რომ ექსკურსიაზე ჩამოსული დეპუტატობის კანდიდატები არიან დაასახელა მოსიძე, თქვენს მათ შორის და ტატიშვილი და ხო არ შეიქმნება ის ცუდი ტრადიცია, რომელიც დამკვიდრდა სამწუხაროდ გორში, როდესაც პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ადამიანები წინა მაჟორიტარს დეპუტატთან ჯუმბერ ბატიაშვილთანაც იყო ეს პრეტენზია, რომ ის აღარ ჩამოდიოდა, რაც დეპუტატი გახდა და ის ბიუროსთან ფაქტიურად არ ხდებოდა მიღება საზოგადოებისა და მათი პრობლემების გაცნობა. აი ამ მიმართულებით თქვათ რას ფიქრობთ და თქვენი მოსაზრება როგორია? მოსაზრებას რაც ეხება ახლა ეს გასაგები რომ აქ მუშაობდით და წინაპრები აქედან არიან. არა თუ წინაპრები, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი მშობლები აქ არიან. ჩემი შვილი მაგრამ რაღაც წლების განმავლობაში თქვენ თბილისში მუშაობდით და იქ წავწასული. ხო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვეუბნებით, რომ დღევანდელ პირობებში ვთქვათ 21 საუკუნე
60 კილომეტრი, რომელიც გორსაშორებს თბილისისგან არ არის დამერწმუნე ის მანძილი, სადაც ჩვენ ვერ ჩამოვხსნით. მე პირობას ვდებ აქ, რომ არ იქნება კვირა, არ იქნება არც ერთი კვირა, როდესაც ჩვენ გორში არ ვიქნებით და გორელებთან ერთად არ ვიქნებით. არათუ კვირა, მოდი ასე ვთქვათ, არ იქნება არც ერთი დღე, როცა ჩვენ გორის პრობლემებით არ ვიწყობ. გასაგები. და შემდეგი კითხვა. თქვენ წარსულის შესახებ, შრომით წარსულის შესახებ, თუ შეიძლება ასე ითქვას, თქვენი თავი ასე ვთქვათ საზოგადოებას დაამახსოვრეთ ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც გამოходით. თუ არ ვცდები, ეს იყო რეაქცია თუ ღამის ეთერი, ღია ეთერი თუ არ ვცდები, ინგა გრიგოლიასთან, სადაც ცხეთამთიანეთის ვიცე-გუბერნატორის ასე ვთქვათ თანამდებობიდან გააკეთეთ სკანდალური განცხადებები იგივე პრეზიდენტის ოჯახის წევრების შესახებ. როგორ მოხდა ის, რომ აი ხელისუფლებიდან უცბად შემდეგ აღმოჩნდით ლეიბორისტულ პარტიაში და რატო გააკეთეთ აი ეს განცხადება, რაც აი მაშინ ითქვა და რას ემსახურებოდა ეს განცხადება? მოდით ასე ვთქვათ, მაშინ მე რასაც ვლაპარაკობდი, ეს არ იყო ასე ვთქვათ სკანდალის გულისათვის და ეს არ იყო ვთქვათ მხოლოდ იმისთვის გაკეთებული განცხადება, რომ ვთქვათ მე პოლიტიკაში დამოკიდებია ადგილი. და ნამდვილად დამერწმუნეთ, რომ მაშინ როდესაც ვაკეთებდი ამ განცხადებას, მე აბსოლუტურად არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ამით მე რაიმე პოლიტიკური ასე ვთქვათ კარიერა დამოკიდებია. მე შევახსენებ მაყურებელსაც, თქვენს და ყველას, მაგ ლაპარაკი იყო უაღრესად საჭიროა თუ საკითხზე, კერძოდ საქმე ეხებოდა თბილისის წყალმომარაგების სისტემას და თბილისის წყალმომარაგების სისტემაში აბსოლუტურად აკრძალულ ადგილზე, სადაც ჭიანჭველა არ უნდა შედიოდეს ასე ვთქვათ და რომელ ტერიტორიასაც იცავს პოლიცია და იქ არის 150 მეტრიანი სანიტარული ზონა, იქ აშენდა ზუსტად სახლი მე რამდენადაც ვიცი, აშენდა თანაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და რომელიც საფრთხეს უქმნიდა, ასე ვთქვათ, პირდაპირ უქმნიდა საფრთხეს. ვისი ეს სახლი გახლდათ, ჩვენ რამდენადაც გქონდა მაშინ ინფორმაცია, სანდრა სიფშობლებისათვის აშენდა ეს სახლი. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუბერნიაში ყოფნის პერიოდში რამდენიმეჯერ გავაფრთხილეთ იგივე თბილისის მერია და თბილისის წყალკანალი, რომელთაც ეკუთვნის ეს ტერიტორია. დღესაც მათი მხრიდან არანაირი ზომები არ იქნა მიღებული. არაფერი აღარ რჩებოდა ჩვენ იმისათვის, რომ ჩვენ შვილებს, ასე ვთქვათ, და ჩვენ თვითონ არ დაგველივა წყალი, რომელშიც სამწუხაროდ შეიძლება ფეკალიები მოყვედრილიყვნენ აი ამ მათი სახლებიდან. და მე მინდა გითხრათ, რომ მიზანი იქნა მიღწეული და დამოწმოთ, რომ ეს მიზანი აბსოლუტურად ამართლებს, ასე ვთქვათ, და რა მიზანია შეჩერდა მშენებლობაში თუ არათუ შეჩერდა, სახლი იქნა რამდენიმე დღის შემდეგ აღებული იქნა. ამ ეს ინფორმაცია არ ქონდა. კი, ეს სახლი იქნა იქიდან აღებული და შეიძლება ითქვას, რომ საფრთხე, ასე ვთქვათ, ესეთი აცილებული იქნა. თუმცა ამას პრინციპში იმ დროინდელი ჩემი კარიერა შეეძლო. გასაგები და მხოლოდ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ თქვენ ხელისუფლების დასრულებად. არა, რა თქმა უნდა, ეს დაპირისპირება იყო. რა თქმა უნდა, ეს იყო ალბათ ბოლო წერტილი, რადგან პრინციპში იმ პერიოდში, როდესაც მე მუშაობდი, თქვათ, სააკაშვილის ხელისუფლებაში და არც თუ პატარა თანამდებობა მეკავა, მე დავინახე პრინციპში ის, რომ რწმუნებული ვინ იყო გუბერნატორი? რწმუნებული მაშინ იყო ვასილ მაღლაფერიძე. დღეს ვასილ მაღლაფერიძეც აღარ არის ხელისუფლება. აღარ არის. როგორც ვიცი, სახალხო დამცველის აპარატში მუშაობს. კი, მე მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად ჩვენ აღმოჩნდით ერთადერთი ის გიწევდა თანამოაზრეობას, შეიძლება ღიად არ აფიქსირებდა, მაგრამ თქვენ პოზიციას თუ იზიარებდა მაშინ მაღლაფერიძე. ანუ თქვენ შეგიძლიათ ვთქვათ, ეს მაღლაფერიძესთან დააზუსტოთ ეს ერთი და მეორე. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აღმოჩნდით ფაქტობრივად ერთადერთი, ასე ვთქვათ, სამხედრო ადმინისტრაცია, რომლებიც ვთქვათ, არ ვიყავით იგივე პირდაპირ, თუნდაც არც ნაციონალური მოძრაობის წევრები არ ყოფილიყავით ჩვენ, არც მე და არც გუბერნატორი. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ბევრ ამას, რაც ხდებოდა, არ ვიზიარებთ. ძალიან ბევრ ამას. ეს ეხებოდა, ვთქვათ, თუნდაც იმ გარკვეულ ძალადობრივ პოლიტიკას, გარკვეულ შიშის სინდრომს, რომელსაც თესავს ეხლაც ეს ხელისუფლება. ბუნებრივია ეს ეჭვები ჩვენ გვქონდა, ბუნებრივია ეს წინააღმდეგობები არსებობდა და შესაბამისად, ვთქვათ, მე ჩემი ფორმით გამოვხატე ეს და
ხელისუფლებამ უკვე გუბერნატორთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილება მიიღო. გასაგები, რამდენი რესტორანი აშენდა დაახლოებით მცხეთის შემოგარენში, რაც თქვენ ვიცე-გუბერნატორი იყავთ? თუ გაქვთ ეს ინფორმაცია და გქონდათ თუ არა აქაც რაღაც გარკვეული სხვა განსხვავებული მოსაზრებები? ახლა მე რამდენადაც მახსოვს, თქვა ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში, თქვა ისეთი დიდი რესტორანი რაიმე იქ არ აშენებულა აბსოლუტურად. გამომადგამისა, ხო ზოგადად ჩვენ ბიზნესის წინააღმდეგ თქვა არანაირად არ შეიძლება გამოსულიყავით. პირიქით ჩვენ ყველანაირად უწყობთ ხალხს იმას, რომ ბიზნესი განვითარებული იყო და სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, რომ იმ დროს რამოდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი გავაკეთეთ ჩვენი ყოფნის პერიოდში. ერთ-ერთი ეხებოდა თუნდაც სამგზავრო ავტობუსების შეძენას და ეს იყო პირველი პრეცედენტი სხვათა შორის ჩვენ მხარეში. როდესაც ეს სხვათა შორის ეს როგორ მოხდა, იცით? სამოქალაქო ტრანსპორტი. კი, სამოქალაქო ტრანსპორტზე ძალიან არა, აქ არის ლაპარაკი მცხეთ-მთიანეთის გუბერნიაზე მთლიანობაში, იმიტომ რომ აქ 5 რაიონია და აზბეგიდან თქვა თბილისში და ასე შემდეგ მგზავრობა ბუნებრივად ჩვენს ტერიტორიაზე ხდებოდა, ჩვენი მოსახლეობა იყო. როდესაც აიწია ძალიან მნიშვნელოვნად ფასებმა აი სამგზავრო ავტობუსებზე, ზუსტად ამ დროს ხორციელდებოდა ასეთი, გახსოვთ ალბათ, მთავრობა არიგებდა თქვათ რაღაცა ვარჯილას და ასე შემდეგ. ჩვენ შევთავაზეთ იმ პერიოდში ხელისუფლებას, რომ მთავრობას, რომ ამ ფასში, ასე ვთქვათ, რაც ეს უნდა დამჯდარიყო, ჩვენ შემოვიყვანოთ იქ სამგზავრო ავტობუსებზე და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო საოცრად წარმატებული პროექტი. ფასებმა დაიწია, ეს ტრანსპორტი ძალიან კარგ ფასში იქნა შეძენილი. ხაჩერს ეს ნიჟნი-ნოვგოროდში დაიდოს ხელშეკრულება და შემოვიტანეთ ეს 32 ავტობუსი და შეიძლება ეს თქვას, რომ ხელისუფლების ძალიან ისეთი კარგი, მაგრამ ჩვენ ინიციატივა თლიანი. გასაგები. მოდით ვიდრე ისევ გორის რაიონს დავუბრუნდებოდეთ, თქვენს ნდობით აღჭურვილ პირებს მიმართავთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ბატონო გოჩა, რატო გადაწყვეტეთ, რომ დამდგარიყავით ბესიკ საბაშვილის გვერდით და სად იყო თქვენი ეს მთავარი შეხების წერტილი, საიდან დაიწყო თქვენი ურთიერთობა და აი მის პიროვნების შესახებ რა შეგიძლიათ ზოგადად თქვა? ბატონი ბესიკი არის იდეალური პიროვნება, იდეალური მეგობარი. გვაქვს მე და ბატონ ბესიკს საერთო პოლიტიკური ხედულობით უმოვლოდ საერთო აზრი. ჩვენი პირველი შეხება დაიწყო ბევრი წლების წინ რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ აზროვნებასთან ერთად. რა აზროვნება ეს შეიძლება თქვა? ეროვნული, რა თქმა უნდა. ეროვნული მოძრაობა იყო, როდესაც 90-იან წლების ბოლოს 90-იან წლებში. 90-იანების დასაწყისში თქვა. სანამ საქართველოს დამოუკიდებლობას მიიღო. სად იყავთ მაშინ? რომელ პარტიაში, რომელ მოძრაობაში? უფრო ეროვნული მოძრაობა. ეს კონკრეტულად ან კვალი მაგიდან რა? არა. გასაგები. თქვენ ბატონ სერგო მოგესალმებით. ჩვენი მეგობრობა დაიწყო კიდევ მრავალი წლის წინ, ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი. თქვენ ეროვნულ მოდიხართ? არა, როდესაც ბატონი ბესიკი მუშაობდა სათემოს საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, იქიდან იწყება ჩვენი დიდი მეგობრობა და დღემდე გრძელდება, ეს უკვე მრავალი წელიწადია. და მე ბატონ ბესიკს დავახასიათებ, როგორც კარგ მეგობარს, ისე კარგ პატრიოტს. მას უბრალოდ შეეძლო თავისუფლად საერთოდ ხმა არ ამოეყო და შეენარჩუნებინა ის გამიცის თანამდებობაც. რა თქმის ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ ამ კაცმა ეს არ ირჩია. დადგა ხალხის გვერდით და კიდე მე მინდა ხაზი გაუსვა ერთ ამბავს, რომ ბატონ ბესიკს ყავს ცოლი, მეუღლე, ორი შვილი, ქალვაჟი და ამ 4 წლის წინ მან ბავშთა სახლიდან, უპატრონო ბავშთა სახლიდან აიყვანა 12 წლის ბიჭი, რომელიც იშვილეს და საკუთარი შვილი ვიწდია მას. რაც შეეხება ბატონი ბესიკის პატრიოტობას და პატიოსნებას, მგონი ამაში ყველა მისი ახლობელი, ყველა ის პიროვნება, ვინც მას იცნობს, ყველა დადებითად დაახასიათებს და გასაგებია. თქვენ ჯერათ, რომ თქვათ,
მაინც ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს ბატონო ოპოზიციურ პარტიები მიცედა თქვა რომ არ არის ეს პარტიის წევრი მაგრამ ფაქტია რომ აი ეს ხედვები ის პოლიტიკური ხედვები რომელიც გააჩნია ლეიბურისტულ პარტიას და აგრეთვე გააჩნია ბატონ ბესიკის მე მგონი ერთადერთი გზა არის ერთადერთი ხსნა არის ყოველი ქართველი ოჯახისთვის და კლიენტ საქართველოსთვის ამიტომ ეს არ არის ის კურსი არც პროდასავლური არც პროამერიკული არც პრორუსული ეს არის ნაღდი ქართული ნაღდი ეროვნული კურსი თქვენ თუ გჯერათ რომ აი ამ პირობებში როდესაც უამრავი პრობლემაა დაგროვილი ჩვენს რაიონში და არა მარტო მთლიანად ქვეყანაში ხო რამდენად შეძლებს ის ამ პრობლემებს მოგვარებას გამარჯვების შემთხვევაში მოგახსენეთ მთლიანად უნდა შეიცვალოს ღმერთმა ამრავლოს ბატონი ვესიკისნაირი პიროვნებები პატრიოტი პიროვნებები ღმერთმა ამრავლოს კიდე ისეთი პოლიტიკური ძალები საქართველოში რომლებიც მოიმსახურებიან ეროვნულ ინტერესებს და მე მგონი საშუალის უმალე იქნება და სადღაც 1 წლის განმავლობაში მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდოდა აქ არის როგორც შიდა პოლიტიკური ისე საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლა ან გადახედვა უკეთეს შემთხვევაში გავაგზავნეთ თემას საუბრობთ იმას რომ გამარჯვების შემთხვევაში თუ შეცვლით ამას ხო და თქვათ პირველ ნაბიჯი რა იქნება გამარჯვების შემთხვევაში როცა მოხდებით პარლამენტში რას გააკეთებ თქვენი მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში გულის რაიონისთვის რა იქნება პირველი ნაბიჯი ძალიან ბევრია ესეთი ნაბიჯები გადასაგნელი ძალიან ბევრია არაფერს ახალს არ ვიტყვი იმაში რომ კარგი იქნება თუ გორს რაც შეიძლება სწრაფად სტატუს ქალაქის სტატუსი მიეცემა ეს პრინციპი თემაა და ამის გადაწყვეტილება მე მინდა გითხრათ რომ მე მაქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება სახელმწიფო მმართველობის მუშაობის მე ვარ პროფესიონალი ადგილობრივი მმართველობის საკითხებში და თუ ვთქვათ გორს მიეცემა მეტი დამოუკიდებლობა გორზე არ არის მხოლოდ ლაპარაკი თვითმმართველობა იქნება ჭეშმარიტი თვითმმართველობა რასაც ქვია როდესაც გორი გადაწყვეტ გორის ხელისუფლება გადაწყვეტს ასე ვთქვათ თვითმმართველობა რომ რა არის მისთვის ასე ვთქვათ პირველი მნიშვნელოვანესი და არა ვთქვათ სადღაც გადაწყვეტენ რომ ვთქვათ თქვენ რას ფიქრობთ დღეს არ არის რეალური თვითმმართველობა არა საქართველოს შემიძლია გითხრათ რომ თვითმმართველობა არ არსებობს თვითმმართველობა ვერ არსებობს ერთპარტიული დიქტატურის პირობებში და შემიძლია გითხრათ რომ საქართველოში ბოლო პერიოდში რა თქმა უნდა ძუნვარებს ეს ერთპარტიული დიქტატურა და ჩემი ასე ვთქვათ გარკვეული გადაწყვეტილებების თუნდაც იმ წინა ხელისუფლებიდან წამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ზუსტად ეს იყო რომ ქვეყანაში სადაც ერთი პარტია ასე ვთქვათ განაგებს ყველაფერს ცხოვრების საზოგადოებრივი ცხოვრების პოლიტიკური ცხოვრების და საერთოდ სახელმწიფოებრივ ყველა ინსტიტუტს აკონტროლებს და აკომპლექტებს ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არ შეიძლება რომ უკვე პოლიტიკური ორგანიზაციად განიხილებოდეს. ჩვენ ვერ ვიტყვით ნაციონალური მოძრაობა ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტია. აბა არის. ნაციონალური მოძრაობა ის გახლავთ მთლიანობაში სახელმწიფოსთან შეზრდილი ეს არის რაღაც გარკვეულად სახელმწიფოში. იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით რომ თქვათ საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო ფაქტიურად პარტიის დავალებებს ასრულებენ სამართალდამცავი ორგანოები, დღესაც ხდება არჩევნების მიმდინარეობაში. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო რესურსია გადასროლილი, ასე ვთქვათ, ამ პარტიის გამარჯვების უზრუნველყოფისათვის. მე მინდა გითხრათ, რომ ხდება ადამიანების, ასე ვთქვათ, პირდაპირ ტერორი და ძალიან გასაკვირია, ვთქვათ, ეს ამას ხდება, იმიტომ რომ შევარდნაძის პერიოდშიც კი შემიძლია სრულ პასუხისმგებლობით გითხრათ, მსგავსი ზეწოლა ადამიანებზე, მსგავსი ზეწოლა სახელმწიფო სტრუქტურებზე თუნდაც, რომ იქ შედგეს სიები, რომ იქ გაპირონდეს, ასე ვთქვათ, ვინმე იყვანს იქ 10 კაცს და 5 კაცს და ყველა სახელმწიფო მოსამსახურება ვალდებულია, რომ ვთქვათ, მსგავსი არ მარყოფილი. მე მინდა მოვიწოდო ყველა გორელს. პირველი, მოდით გორელებმა დავანახოთ ყველას რომ გორი არ არის მარნეული. გორში არსებობდა ყოველთვის თავისუფალი აზრი და თავისუფალი აზრი იარსებებს. ეს არ არის თქვათ საბალახო მხოლოდ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების,
ხმებზე ბალახს გულისხმობნი აქ და აბსოლუტურად მე საერთოდ გონია რომ ყველა პატიოსანი ადამიანის ყველა კარგი ქართველი საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობისათვის არის ზუსტად ის რომ თუ დღეს არ მოვიდა პარლამენტში ოპოზიცია და ოპოზიცია არ მოვიდა უმრავლესობით ამ ქვეყანაში ну რა თქმა უნდა ჩემი აზრით საკმაოდ ცუდი პროცესები იქნება იმიტომ რომ ბალანსი ყოველთვის საჭიროა პოლიტიკური ბალანსია ლაპარაკი როდესაც თქვენ მითხარით რომელიმე ერთი წარმატებული ქვეყანა სადაც ერთპარტიული ასე ვთქვათ ну დიქტატურა შეიძლება ითქვას ამაზე რატო ამ პასუხად შეიძლება გითხრათ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაგრამ იგივე პარლამენტში იყო ოპოზიცია წარმოქმნილი პარლამენტში მე შემიძლია გითხრათ რომ პარლამენტში ოპოზიცია იყო ну ძალიან სიმბოლურად წარმოქმნილი ისინი ვერანაირ საკრებულოში ისე თბილისის საკრებულოში სამი ოპოზიციონერი წევრი მათ შორის ლეიბორისტები ერთი ადამიანი გასამ მთლიანად კონტროლდება თბილისის საკრებულო მთლიანად კონტროლდება საქართველოს პარლამენტი გასამ საქართველოს პარლამენტი ასრულებდა ბატონობის ვიტყვია რომ თქვათ იმ დროს იმ არჩევნებზე იგივე საპრეზიდენტო არჩევნებს თუ ავიღებთ წინა საპრეზიდენტო მე არ მაქვს ხუთი საპრეზიდენტო არჩევანი სააკაშვილი იტყვის რომ მას ჰქონდა საზოგადოების მხარდამჭერა და ასე მოხდა რომ თქვათ მის პარტიასაც იგივე საპარლამენტო არჩევნებზე შემდგომში და თქვათ საკრებულოს არჩევნებზე ჰქონდა მხარდაჭერა და მოხდა ესე რომ ესე გამოვიდა სხვათა შორის მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ რომ იგივე სააკაშვილისათვის იქნებოდა ძალიან კარგი რომ მას არ მიიღო იმ საპრეზიდენტო არჩევნებში 98% მისთვის იქნებოდა ეს ძალიან კარგი იმიტომ რომ ამ ყველა პასუხისმგებლობის ესე ვთქვათ გაწევა ერთ ადამიანის ძალზე დუჭირს თუ არ მოხდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გადანაწილება კიდევ ერთხელ ვამბობ თუ არ მოხდა ის რომ პარლამენტში არ მოვიდაძლიერად ოპოზიცია დამერწმუნეთ რომ იგივე ხალხის კეთილდღეობაზე რომ ახლა ძალიან დაინტერესდნენ ასე რა ძალიან მაინტერესებს მე რატომ არ ხდებოდა ვთქვათ მანამდე ვთქვათ საუბარი ხელისუფლების მხრიდან რომ საჭირო ადამიანის პრობლემებით დაინტერესება რომ საჭირო ვთქვათ შემოbrunება 100%-ით ადამიანისაკენ ხო ეს არ ახსოვდა სანამ არ იგრძნეს რომ ოპოზიციის სუნთქვა ზოგთან სანამ არ იგრძნეს მანამდე ასე ვთქვათ არ მოხდა გაადამიანურება ასე ვთქვათ თუმცა მე ვერ ვიტყვი რომ დღეს ეს გაადამიანურება მომხდარია იმიტომ რომ იგივე ამ არჩევნებზე მე რასაც ხედა უგორში არა ხო რაღაც დარღვევებზე საუბარი ნუ დარღვევები არის ძალიან ბევრი რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ზეწოლები და მე მინდა პირდაპირ თქვა მე მინდა მოუწოდო ყველა ადამიანს რომ პირველი არჩევნებში მხარი დაგუჭირონ და მე მინდა გითხრათ რომ ეს არ არის მხოლოდ მოწოდებისათვის ჩვენ დავდივართ უამრავ სოფელში უამრავ ადამიანს შევხვდით მინდა გითხრათ რომ არის უზარმაზარი მხარდაჭერა ადამიანური უბრალოდ თბილი მხარდაჭერა ჩვენ პირადად ჩემი და რა თქმა უნდა ლეიბორისტული პარტიისაც და ადამიანები უფრთხიან კიდევ ამბობენ რომ უფრთხიან რაღაცას არის შიში გარკვეული რომ იქ ვიღაცას რამეს ეთქვის მაგალითად დღეს მითხრეს ასეთი რამე რომ ერთ-ერთი ოპოზიციური კომისიის წევრის შვილს დღეს თუნდაც კომპიუტერებს არიგებენ ასე ვთქვათ წარჩინებული მოწაფეებისათვის და მომივიდა ასეთი ინფორმაცია რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი წევრის კომისიის წევრის შვილს გვარში გიძლიათ დაასახლოთ იყო მოდით მოვერიდები მაგრამ მე ამას აბსოლუტურად ოფიციალურად დავადასტურებ იმიტომ რომ ეს ალბათ ერთი არ არის და ეს სხვა ინფორმაცია ჩემოვა და ასეთი დაყოფა ასე ვთქვათ ადამიანების არის ძალიან ცუდი რა თქმა უნდა ის კი არა არ ვიცი მე არ მინდა ვთქვა და არ მინდა ვიფიქრო რომ ეს თქვა სულზე და შეგვიდან მოდის მაგრამ არა თუ ადამიანების ცხოვრების დაყოფა დაიწყეს რაღაცა პარტიული პრინციპი მე მახსოვს თქვენი განცხადება სოხების აცრასთან კი რამოდენიმე სოფელში თქვა კარალეთი ატენი და ასე შემდეგ გადის ვეტერინარული სამსახური ცრის ძროხებს ეუბნება ადამიანებს რომ ეს არის პრეზიდენტის საჩუქარი ასე ვთქვათ ეს აცრა და იმ ადამიანებს რომლებიც პირველი არაძლევენ პირადობის მოწმობებს ერთი და მეორე აქვთ ინფორმაცია რომ ისინი არ არიან ასე ვთქვათ განწყობილი ლოიალურად ხელისუფლების მიმართ მათ ძროხებს არ ცრებენ. ნუ ეს უკვე რაღაც კომიზმამდე მიდის ეს ყველაფერი. მაგრამ აი განცხადების პასუხად თქვენ გიპასუხათ თუ არ ვცდები მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსმა კახატოლიაშვილმა რომ ეს არის ტყუილი ბრალდება და იაფოსიანი პიარი. მათ შეუძლიათ მივიდნენ და ნახონ ეს ადამიანები მე გადავცემ მათ გვარებს
იმ ადამიანებს, რომელთა ჯოხებიც არ აიცრა. და რომელ ადამიანებსაც, ვთქვათ, რომელთა შვილებსაც კომპიუტერები არ მიცეს და შემიძლია ისე გავაკეთო რა თქმა უნდა. თუმცა მე ისევ სამოქალაქო შეგნებაზე და ადამიანებს უამრავი ბრალდება ის იგივე პედაგოგებზე ზეწოლის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია საუბრობდა და სხვადასხვა ბრალდებებზე იგივე პლაკატური ომი მიმდინარეობს ქალაქში, მაგრამ ვერ კონკრეტულ ფაქტებზე როდესაც მიდგება საქმე, იგივე ტატიშვილზე იყო ძალიან სერიოზული ბრალდებები, თითქოს ის იარაღით ადგა უბანში ვიღაცას და კომისიის წევრებს. მაგრამ როცა ამ კონკრეტულ ბრალდებებზე მიმდინარეობს საუბარი, არ არის ეს დამამტკიცებელი ფაქტები. არ მოდიან ის ადამიანები, თუნდაც ჟურნალისტთა რომ მივიდნენ და უთხრა, ვიცით რა, მე ამ პოლიტიკური ნიშნის ვარ განსხვავებული და არ აძლევენ თქვა ჩემს შვილს კომპიუტერს. რატოა ესე? რატო ხდება ესე, რომ არ მოდიან და არ ადასტურებენ ამ ინფორმაციას? მე შემიძლია გითხრათ, რომ შიშია ეს თუ არ ხდება შიში, კი, ეს არის შიში, ეს არის შიში. მე მოგეხსენებათ, რომ თქვა სოფელი რაღაც უფრო ჩაკეტილი კომუნა, ასე თქვა და იქ უფრო მეტია იქ რაღაც ახლობლობის ურთიერთობის ნათესაობის, ასე თქვა ინსტიტუტი. და შესაბამისად, თქვა ის ვინც მართავს ხელისუფლებიდან ამ სიტუაციას, მოგიძლია თქვა პრინციპში კარგად იქ როგორ უნდა მოიქცეს და რომელ ასე თქვა წერტილს უნდა დააჭიროს, ასე თქვა. და თავისი მიზნები რომ განახორციელოს. ეს არსებობს, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ყველაფერი დაფარული, არიან ადამიანები, იგივე კომისიის წევრები, რომლებიც აბსოლუტურად გაბედულად ამას ლაპარაკობენ. მე გუშინაც მქონდა შეხვედრა ეუთოს დამკვირვებლებთან გორის რეგიონში და ამ ადამიანებმა უთხრეს ზუსტად მათაც და უდასტურეს გვარებით და სახელებით, ვისგან მოდიოდა ასე თქვა ზეწოლები. საიდუმლო არავის არ არის გორის რაიონში, რომ იყო საპრეზიდენტო არჩევნებზეც და დღესაც გრძელდება, მაგალითად სოფელი ფლავისმანის სოფელი თითმისის ათემა და ასე ატენი და ასე შემდეგ. ასეთი ფაქტები, როდესაც დაჭერილი არიან ადამიანები და მათ ახლობლებს, ძმებს, მშობლებს და ასე შემდეგ, ეუბნებიან, რომ თუ მოიტანთ, თქვათ 1200 ხმას, მაგალითად მე შემიძლია გითხრათ, რომ სოფელ ფლავისმანში ახლა 1200 ხმა არის, ასე ვთქვათ, შეკვეთილი. ასეთი არის ადამიანი გიუნაშვილი გვარად სახელი უბრალოდ მე ჯერჯერობით თავადასტურე რომელიც იქ ბევრი გიუნაშვილი ცხოვრობს იმ სოფელში როგორც ხო ნუ დაჭერილი არ ამგონია ყველა გიუნაშვილი დაჭერილი საფრთხე რომლის სანაცვლოდ ასე ვთქვათ ითხოვენ 1200 ხმას მე მინდა ვთხოვო ყველას მე მინდა ვთხოვო მათ ახლობლებსაც რომ პირველი ეს იქნება ალბათ ტყუილი და ეს იქნება რაღაცა გარკვეული სატყუარაა რომელსაც მათ ასე ვთქვათ უდებენ და ადამიანებიც რაღაცა გოგოწყობოთ იჯერებენ თქობა ამას. დამიჯერეთ რომ ჩვენი მომავალი ცხოვრება, ჩვენი შვილების მომავალი ცხოვრება ღირს იმათ რომ გავაკეთოთ ის ასე ვთქვათ ის გადაწყვეტილება რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ. ლაპარაკი არის ერთ რამეზე. საქართველოში ბოლოს და ბოლოს ერთხელ მაინც ხომ უნდა ჩატარდეს მართლა თავისუფალი არჩევნები, მართლა დემოკრატიული არჩევნები. სადაც მონაწილეობას არ მიიღებს არც ერთი სამართალდამცავი ასე ვთქვათ სტრუქტურა. ისინი მიიღებენ მონაწილეობას კანონით განსაზღვრულ ასე ვთქვათ ფარგლებში. ისინი უზრუნველყოფენ ადამიანების უსაფრთხოებას. და მოდით ვინ უნდა ის აირჩიოს. რა თქმა უნდა მე მირჩევნია რომ მე ამირჩიონ, რა თქმა უნდა, გაზია ლაპარაკი და აირჩიონ ლეიბორისტული პარტია, მაგრამ ადამიანებს ჩვენ არასოდეს ასე ვთქვათ და არც ერთი ოპოზიციური პარტია მე მგონი არ ну да მუქრებია ან რაღაც ჩანტაჟის ქვეშ რომ აი თუ თქვენ ამას იზავთ ჩვენ მერე ასე ვთქვათ სხვა რამეს გავაკეთებ და ასე შემდეგ ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს თუ ჩვენ მივდივართ ცივილიზებული ქვეყნისკენ თუ ჩვენ მივდივართ ევროპული განვითარებისაკენ მე მითხარით ერთი ქვეყანა მაინც სადაც მსგავსი რამ ხდება რომ ადამიანი დაიჭირო და მერე მის ახლობლებს მოთხოვო ხმები არჩევნებს ასეთი რამე დამიჯერეთ აფრიკაში არ ხდება ხო და აქ ლაპარაკია 21 საუკუნის საქართველოს არის ფაქტი კარგად იცით რომ 7 ნოემბრის შემდეგ იგივე რაც მოხდა თბილისში კარგად იცით რომ იგივე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სოფლიო თქვა საქართველოს კი რაფს მომდა იქ ვიყავი საქართველოს უკან გადადგა ნაბიჯი ნახოთ თუნდაც ის ნატო სამიძე რატომ უთხრეს საქართველოს უარი როგორ მოხდა რომ ევროპის
განვითარებულმა ქვეყნებმა, როგორც არის ინგლისი, როგორც არის მოდი შევთანხმდეთ, რომ აქ რუსეთის ფაქტორის გადაწყვეტია. მესმის, მაგრამ როდესაც ისინი ამბობენ, რომ საქართველოს გადადგა უკან ნაბიჯი დემოკრატიის საწინააღმდეგოდ, ესეც ფაქტია, ხო ასე? მაშინ ამას უნდა უპასუხო, რომ ეს ასე არ არის. მაშინ ამას უნდა უპასუხო იმით, რომ თქვათ კოალიციური მთავრობა იყოს. მაშინ ამას უნდა უპასუხო იმით, რომ პარლამენტში იყოს მეტად წარმოდგენილი, ასე ვთქვათ, ოპოზიციის წარმომადგენლები. საქართველოში დღეს ფაქტია, რომ არსებობს ოპოზიცია. ეს ოპოზიცია აღარ არის ის ოპოზიცია, რომელიც იყო 3 და 4 წლის წინ. ეს არის საკმაოდ ძლიერი და ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიცია. ასე რომ, ჩემო გორელები, ჩემო ქართველები, თუ გინდათ რომ თქვენი ცხოვრება წავიდეს უკეთესობის, თუ გინდათ რომ თქვენი სოფელი დაიმსგავსოს იმ სოფელს, რომელიც ყველას უნდა, თუ გინდა რომ ჩვენი გორი იყოს უფრო კარგი, უფრო ლამაზი და უფრო კეთილმოწყობილი. აუცილებლად დაუჭირეთ მხარი ოპოზიციას, აუცილებლად დაუჭირეთ მხარი ლეიბორისტულ პარტიას, აუცილებლად დამიჭირეთ მხარი მე, იმის გამო რომ ჩვენ შევძლოთ იგივე აღმასრულებელი ხელისუფლება, იგივე პრეზიდენტი თუნდაც მივახვედროთ და მივაქცევიოთ ყურადღება იმისთვის და იმისკენ რომ ხალხს მართლა უნდა შველო. იყოს მართლა სამართლიანი, კონკურენტუნარიანი გარემო. ჩვენ საშევეცდებით ბუნებრივია პოლიტიკა ისეთი ხელოვნებაა მოიხსენებათ, სადაც ყველა ცდილობს ასე ვთქვათ ხალხის გულის მოგებას. და ხალხის გულის მოგება არაკონკურენტულ გარემოში სხვანაირად ხდება. არ ხდება ასე ვთქვათ პირიქით. არაკონკურენტულ გარემოში, ანუ დიქტატორულ გარემოში ხდება ადამიანების დაშინება მხოლოდ და მხოლოდ. გასაგები, დღეს მე ცოტა ხნის წინ წავიკითხე ესეთი ინფორმაცია ერთ-ერთ სააგენტოზე, რომ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ამ არჩევნებზე განაცხადა, რომ ეს არჩევნები ერთგვარი ტესტია საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის. რატო არ ჩაატარებს თქვა აი ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ევროპული ესე თქვი მაღალ ჩინოსნები ევროპული საზოგადოებას თხოვს საქართველოს უკვე პირდაპირ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. რატო არ ჩატარდება თქვენი აზრით? რატო გაქვთ ესეთი ნიჰილისტური დამოკიდებულება, რომ გაყალბდება ეს ინფორმაცია მინდა გითხრათ, რომ მეც მოვისმინე პიტერსენმა გააკეთა ეს განცხადება, რომ ეს იქნება ასე ვთქვათ ტესტი ერთგვარი. რატომ არ უნდა ჩაატარო? რასაც ხედავ დღეს მე გეუბნებით, რომ ეს არ არის დემოკრატიული არჩევნები. ეს არ არის კონკურენტული, ასე ვთქვათ, არჩევნები. ეს არ არის ის, რომ ყველა ერთ პირობებშია. რატომ არის მაგალითად ის, რომ ვთქვათ, მთელი თუნდაც მუნიციპალური ავტოტრანსპორტი. რატო არ ვთქვათ, არის სტატიშვილის პლაკატები გაჭრილებული და ვერც ერთ ოპოზიციონერს, ასე ვთქვათ, ეს სადაც რა თქმა უნდა, ვცადეთ ავტობუსში, რა თქმა უნდა, ვცადეთ იგივე ტაქსის მძღოლებს თხოვეთ, მაგრამ ტაქსის მძღოლებმა გითხრეს, შეგვიცოდეთ. ჩვენ არჩევნებში მაინც გაძლევთ თქვენ ხმას და მოდით, დააყენებთ, ასე ვთქვათ, საფრთხის წინაშე ჩვენ შემოსავლის წყაროებს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სატაქსო კომპანია, ტაქსების კომპანია, ასე ვთქვათ, არ მინდა დავასახელო კიდევ, საპრეზიდენტო აი ნოემბრის მოვლენების დროს მის ტაქსებს, ასე ვთქვათ, ოპოზიციონერები გადაყავდათ და გადმოყავდათ და დაახლოებით ხოდა მაგას ვამბობ, მეც სხვა არაფერს არ ვამბობ. ვისი რა საქმეა, ვთქვათ, მე რა პოლიტიკური შეხედულება მაქვს, ვისი რა საქმეა, მე ვინ გადამყავს ჩემი ტაქსით და ვისი რა საქმეა, ვთქვათ, ჩემს ავტობუსში ვის პლაკატს გამოვაკან. მაგრამ დააკვირდით, ეხლა თვალს უნდა იგნორებს მურავი. ხო ფაქტია, რომ ეს ასეა. და ამიტომ ვამბობ, იგივე ვთქვათ, ახლა თქვენ მეკითხებოდეთ, ვთქვათ, რატომ არ ჩაატარებს, ვთქვათ, ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებს. მე მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება იმდენი დააშავა და წარმომადგენლებმა და წევრებმა ხელისუფლების. მაღალი და ალბათ საშუალო შეულებისაც, მაგრამ ლაპარაკი არის, ვთქვათ, იქ რაღაცა გუნდზე, რაღაცა პატარა გუნდზე საქართველოსთან შედარებით იმ ადამიანებს, რომლებიც არის ყველამდე კორუფციაში, პირდაპირ შემიძლია ეს თქვა. ეს არის ტყუილი, რომ საქართველოში კორუფცია არ არის. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. გასაგები, წუთი დაგვჭა და ბოლო წუთი ასე ვთქვათ, აი ამ გადაცემაში ბატონებისო და კიდევ ერთხელ, ძალიან მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, რა არის ის განსხვავება, რაც თქვენ სხვა კანდიდატებისგან განსხვავებთ და რატომ უნდა დაგიჭიროთ, აი ახლა ამორჩეულმა, რომელიც ეკრანს უყურებს, ტელევიზორს უყურებს, რატომ უნდა დაგიჭიროთ მაინდამაინც თქვენ მხარი და არა სხვა კანდიდატს? ჩემი განსხვავება პირველ რიგში არის ის, რომ მე ვარ პროფესიონალი სახელმწიფო მოწყობის.
პროფესიონალი მე მიმუშავე წლების განმავლობაში მე მიმუშავეა უამრავ საერთაშორისო ორგანიზაციასთან მე მაქვს ძალიან კარგი კონტაქტები თუნდაც ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ქვეყანასთან თუნდაც ბალტიისპირეთთან და ასე შემდეგ და ამიტომ მე ვიცი როგორ უნდა გაკეთდეს ეს ერთი ეს მეორე ის რომ ჩემ ცხოვრების გზა მეგონი აჩვენებს იმას რომ მე არა ვარ კაცი რომელიც შევეგუები ვთქვათ იმას რომ ადამიანებმა დაარღვევენ პირობები ასე მე არა ვარ ის კაცი მე ერთი დღე ასე ვთქვათ არ გავჩერდები იმისთვის რომ მე კარგად ვიყო სადღაც და ხალხის წინააღმდეგ მე ასე ვთქვათ ვერ დაუდგები იმ ადამიანს და იმ ჯგუფს და იმ ხელისუფლებას გვერდში რომელიც ხალხის წინააღმდეგ აი ეს არის ორი პირობა ჩემი პიროვნული ღირსებები ჩემი განვლილი გზა ბიოგრაფია და ის რომ მე ძალიან კარგად ვიცი როგორ უნდა მოვაწყო ასე ვთქვათ ის რომ გორის და გორის რაიონს კონდეს ცხოვრების გაცილებით უკეთესი პირობები ეს არის თავარი განმასხვავებელი ჩემი დიდი მადლობა ბატონო ბესო წარმატებას გისურვებთ 21 მაისის არჩევნებში დიდი მადლობა ბრძანებისთვის და იმ კითხვებზე პასუხისთვის რომელიც იყო დაგროვილი ამ საზოგადოებაში შეგახსენებთ ძვირფასო მაყურებლებო ტელეკომპანია ტრიალეთის სტუმარი გახლდათ ბესიკ საბაშვილი მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიის მიერ არის იგი წარდგენილი გორის 32 საარჩევნო ოლქში და საარჩევნო თემატიკა ხვალ კვლავ გაგრძელდება ტელეკომპანია ტრიალეთის ეთერში აი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიდი მადლობა ყურადღებისთვის გემშვიდობებით კარგად ბრძანებთ დიდი მადლობა